იმის მიუხედავად, რომ პირადად მე არასდროს აღნიშნავ სასიყვარულო თარიღებს და არც განსაკუთრებით ვემზადები, სასიყვარულო ისტორიებს სიამოვნებით და ინტერესით ვისმენ. როგორც იქნა ეკახოფერიას თოქ-შოუში, სასიყვარულო ამბების დრო დადგა. ზოგი მათგანი სევდიანი დასასრულით არის, ზოგიც კი ზღაპარს გავს. მოემზადეთ ეკახოფერიას თოქ-შოუში ჩვენი წყვილები ცხოვრების თავარ გრძნობაზე. ეს გადაცემა არის სიყვარულზე. ჩემთვის ყოველთვის არის ძალიან საინტერესო ახალი ნამდვილი ისტორიის მოსმენა. საოცარი ადამიანი დათუნიკას ხილტლაძე ტაში ბიჭო გიორგუნას გარეშე მე მგონია რომ ჩვენ უკვე ვეღარ წარმოგვიდგენია ვერ ჩვენი ქვეყანა, ვერ ჩვენი ფოლკლორი, ვერ ჩვენი ყოველდღიურობა თუ დღესასწაული. დათუნიკას ხილტლაძის მეუღლესთან ვართ ახლა ჩვენ ქალბატონ მზია ჯინჭარაძესთან. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მზია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სევდიანი ისტორია, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან ლამაზი ისტორია, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები იყავით ერთად. როდის შევხვდით ერთმანეთს? ჩვენ შევხვდით 96 წლის აგვისტოში ვიყავი სამედიცინო ინსტიტუტის მეშვიდე კურსის სტუდენტი. ჩავედი რაჭეში მეგობართან და მეგობარი მეუბნება, მოდი ამერამ ძალიან ლამაზი კონცერტი ამბროლაურში, გამოვა ძალიან ლეგენდა ბიჭი და ნახავ როგორ მოგეწონება და მართლა სცენაზე იდგა ლეგენდა. და მაშინ ის დადიოდა სულიერად დიდი ეული, რამდენი წლის იყო მაშინ? 36-ის. და ვთქვი, უფალო, ეს კაცი ცხოვრების გზასაა აცდენილი. თუ დამაკავშირებ, ისე უნდა დაუბრუნო. არ ვიცი რატო ვთქვი გულში. ბრუნდები თბილისში, სოხუმიდან დედა მყავს და რადგან მამით რაჭველი ვარ, მინდოდა ისევ რაჭისკენ დამებრუნებინა, სანამ რაჭაში პატარა სახლუკას ავაშენებდით, სასტუმროში მოვათავსე. დავაბინავე. დედას რო ვაკითხავდი, ერთ-ერთ ჩაკითხვაზე 20 სალოცავად დავდიოდი ზემო კრიხში. შევიარე ისევ სოფუნასთან. ამ დროს აქ დავითი ისევ კეიფობს თამადაა. მოიცადეთ რომ ქალბატონო მე რო ჩვენ წაგიყვანთო მანქანითო. მეთქი არა სალოცავზე მანქანით არ დადიან, ფეხი დაიარებიან. ეტყობა ეს ფრაზაც მოეწონა, რომ ჩამოვედი ხა სასტუმროში ვარ დედასთან. ამ დროს შუაღამის პირველი საათია და სასტუმროს დარაჯი მეძახეს. ქალბატონო ტელეფონზე გეძახიან. იცით? რაიონის კოლორიტი გირეკავ. ლექსი მითხრა, მეც ლექსით უპასუხე. ტელეფონზე პირველი თქვენი გასაუბრება ლექსად იყო. რაღაც გასაოცრად ღამის 3 საათზე კარებთან არის კაკუნი. გავაღე ეს დგას. იცით როგორი დგომა ქონდა. რაღაცა გაცვეთილი შეცვა და ქალბატონო, თქვენ კი არა, თამარ მეფეს აღვიძებდნენ შუაღამეს. დაპატიეთ. და ვარდი ქონდა ჯიბეში, ამოიღო ერთი და მაჩუქა. მან როგორ იფიქრა, რომ ოჯახი შეექმნა, ის სხვა დადიოდა. ეს მე მგონი ზეცაში გადაწყდა. ჭირდებოდა ალბათ ჩემნაირი ადამიანი გვერდზე ყოლოდა ეკა. იყო გასაოცარი ადამიანი, იცით? მე როგორც ქმარი არ დავკარგე. მე როგორც მეგობარი დავკარგე. მოდით ოჯახით დავიწყოთ, ხო? ამ ხილტლაძეების ოჯახი არის ძალიან დიდი ხელოვანი ოჯახია. გიგას ხილტლაძეს ისეთი ლექსები აქვს დაწერილი, რაღაც ფანტასტიკური. პოეტი არის ბრწყინვალე. მამა. დიახ. არა მარტო პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, თეატრმცოდნე, წლების მანძილზე კულტურის სახლის დირექტორი, დგამდა სპექტაკლებს, თვითონ იყო მსახიობი ბრწყინვალე და აი ამ ოჯახში იზრდებოდა დავითი. ყოველ საღამოს მამამისი დაუბარებდა, ამდენი ჩამაბარე ვეფხვის ტყავსის. მას უნდა ჩაებარებდა, თუ ვერ ჩააბარებდა, კუთხეში იდგა ბავშვი თურმე სიცივეში რამოდენიმე საათის განმავლობაში. ბუნებრივად ნიჭი იყო, ბევრი მაშმადანი იყო ნიჭის. შეძლო უცებ ეთქვა ყველაფერი. ლექსი დაედო, უცებ შაირიც ეთქვა. ადამიანი, რომელიც გადაბრუნებულ თებშეც ეკვავდა და ქორეოგრაფზე რო აბარებდა, იქ უნახავს ილიკო და ნინოს. მოსწონებიათ
და უთქვიათ რომ დღეიდან შემოხვალ სუხიშვილებში და ეს სუხიშვილებში მაშინ მოხვედრა იყო საოცრება იმ წლებში 76 წელს. ხო, ნუ საოცრება იყო მოხვედრა. გაამართლა. კარგად ცეკვავდა, მას აქვს ჯილდოები აღებული ვალსში ბრწყინვალეს ცეკვავდა. ბოლოს რაღაც არ მოეწონა. ხო. არ ვიცი რა არ მოეწონა, მე გარკვევით არ ვიცი და ბრუნდება რაჭაში. 3 თვეში ბატონი ილიკო უგზავნის წარმომადგენლებს სუხიშვილს რომ დაბრუნდეს სუხიშვილში და თხოს, მაგრამ დავითის პასუხია. მე რაჭას ვჭირდები უკვე და რაჭაში უნდა ვიყო. ბავშვებს ასწავლიდა იქ. შემდგომ ხდება ეს რომ სწავლობს ტაში ბიჭოს გიორგუნას ილეთებს, რომ შექმნას ცეკვა. რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ ხალხური ეგონა. ბრენდია. ხალხს ეგონა, რომ ბევრს ეგონა, რომ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის დაწერილი. ვინ შექმნა ეს სიმღერა? სხირტლაძეებმა, ხო? სხირტლაძეებმა. ეს არის სუფთად ოჯახის სიმღერა და ცეკვა. მამამ დაწერა ლექსი, სიმღერა, მუსიკა და ცეკვა შექმნა დავით სხირტლაძე. მამაჩემის კრებულში ვნახე ასეთი ტექსტი. აში ბიჭო გიორგუნა არ გოუშვე გოგუნა თორემ გავა საჯვარესა სხვა ბიჭს გამოაჭავრებსა შენ ოლოლიქს მიგაგებსა სხვას მიანგრევს მოანგრევსა. დაუკვირდი მაგასაო მაგ გიყიდის კაბასაო კაბას რავა დავაჯერებ ქალს ამისანასაო სირინოზებს ვაკრეფინებ მისსა იავნანასაო რავარდალში აუშენებ როლ ფიქალის კაროს დადიოდა ყველგან თებში ქალები როცა დაღლილები მოვიდიოდნენ ყანიდან და უკვე ისვენებდა სანახშოზე ჯდებოდნენ ქალები და დაირა ეკავათ, ფანდური ეკავათ, გარმონი ეკავათ და რო ცეკვავდნენ, ამას აკვირდებოდა და იქიდან სწავლობდა ილეთებს და შექმნა თავის სახში და სხვათა შორის ეს არავინ არ იცის. სოფელში რო ძროხებს წყემსავენ მიედინებიან. ერთ-ერთი წყემსი თვითონაც ყოფილა ერთი დღე და ძროხებს იყო ვითომ ჩემი მაყურებელიო და მათ წინ ცეკვავდა და მაშინ თქვიო ოხო ერთ-ერთიო ამერიკა დიდი იყო მაშინ ხო ძალიან დიდი და შევძლებ მე იმ ამერიკის კონტინენტზე ტაში ბიჭო გიორგუნას ცეკვას და მან ის გააკეთა ამერიკაში. საჩესრულდა ეს ცეკვა ეს დადგა როკვა ანსამბლში. როცა ჩატარდა ამ ცეკვის პრემიერა, ესწრებოდა შევარდნაძე და ფეხზე დადგა და ტაშს უკრავდა. პრემიაც გადასცეს ამ როკვის ხელმძღვანელს, გაიმართა ბანკეტით და ჩვენ წამოვედით. შეიძლება დღეს გადმოსახედიდან თქვა, რომ დათოს რაღაც ეთკინა. რომ არ თქვეს, რომ ეს დათოსი იყო. მე ვთხარი, რატომ არ თქვი? მე როგორც მეგრული ცოტა ნარევ სისხლში გავფიცხდი. რატომ არ თქვი? თორე მე ვიტყვი. არა, გაჩერდი. ცეკვა თვითონ დაიძახეს, რომ დათუნიკასი ვარ და მართლაც ესე მოხდა. აი, როდის მოიპოვა ამ ცეკვამ ეს საყოველთაო პოპულარობა? შინ ანსამბლი ჩამოყალიბდა. შინ ანსამბლი ეძებდა ვინმე ისეთ მოცეკვავეს, რომ ერთი მოცეკვავე შექმნიდა ყველაფერს. ხო. და რო ჩამოვიდნენ თბილისში, მიასწავლეს ესეთი არის დავით სხირტლაძის მოღვაწეობდა არტოს ბაღში ასწავლიდა ბავშვებს ცეკვას მთელი 8 წლის განმავლობაში. უამრავი ბავშვი ყავს ახსნილი. მოეწონათ ახლა შინ ანსამბლს და პირველი მათი პრემიერა მოხდა სამეფო თეატრში თბილისში. ეს იყო 2005 წელი. ეს იყო უკვე ბუმი. და აქედან იწყება უკვე მიდიან გერმანიაში შეათ მიფრინავდა, მერე მიდიან საფრანგეთში, მიდიან ამერიკაში, მიდიან იაპონიაში, მიდიან აფრიკაში. იცეკვა აფრიკაში და ვიფიქრე ახლა აფრიკელებს როგორ გავაკვირვებ ამ ტაში ბიჭო გიორგუნათიო და ფეხზე დადგნენო გავგიჟდიო და ტყვიროდნენ ქართველი ჯექსონი დაარქვეს მაშინ აფრიკაში თავიც ჩვენთან პატრიარქი სტუმრობდა რაჭაში
მე ტაში ბიჭო გიორგუნა ძალიან მიყვარსო ეს რამ დაგადგმევინაო ყოველ ღამე ძილის წინ უყურებ და მე ვიძინებო ამაზე დათო იყო აღფრთოვანებული რომ ყველაფერი გაქვსო შვილო მან ჩაქსოვილი რასაც ქართული ტრადიცია ქვია რთული იყო თქვენთვის იმიტომ რომ ეს არ იყო ორდინალური ადამიანი ძალიან რთულესი იყო დათუნიკას ხეტლაძის მეუღლეობა რთულესი ეს კაცი იყო ყოველდღე სავსე როცა ქალი ნახერხით სავსე თოჯინად გადაიქცევა უინტერესო ხდება ნებისმიერი კაცისთვის რაც არ უნდა სიყვარულით გაშღენთილმა შექმნან ქალმა და კაცმა ოჯახი მე უფრო შვილები აღმავებენ ამ სიყვარულს შვილების დედმამა ხდებიან და რა თქმა უნდა გრძელდება სიყვარული მაგრამ თუ მაინც ნახერხით სავსე თოჯინა ხდები უინტერესო და ბოლომდე გადაგშლის მამაკაცი ნებისმიერი უინტერესო ხარ დავითისნაირი კაცისთვის მით უმეტეს და მით უმეტეს როცა ჩვენ 20 წელი შვილი არ ყავდა როგორი სიყვარული უნდა ყოფილიყო ბოლომდე ძლიერი რომ ერთმანეთისთვის სულ საინტერესო ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობა თუ ის მე საღამოს მეტყო და რაღაცას ახალს ვაჟაზე მე რა თქმა უნდა მეთქვა ბარათაშვილზე სათყოფნაში უნდა ყოფილიყავი ამ ადამიანთან ყოველთვის რომ მას არ ეთქვა დაცარიელი და უკვე ჩემი მეუღლე პირველ რიგში ეს ადამიანი თავმდაბალი მართლა დადიოდა კაცი ლეგენდა შეუმჩნევლად სუბუქად მიწასაც არ ღლიდა სამოქალაქო ტანსაცმელში დიდი ბერი ერთხელ ავად იყო გულზე მამის გარდაცვალება ძალიან განიცადა მან და ჩაფიძის კლინიკაში დაწვა ცოტა თავს მიხედამო და ამ დროს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებისადმი მიძღვრილი იყო კონცერტი ბადრი პატარსკას შვილმა მოაწყვას ოპერაში მიდიოდა გულიკო მუთხრა ის ვერ წავა საცეკვაოდ საღამოს მე მეუბნება წავიდა ჩაფიძე კი ჩქარა მოიტანა და უნდა ჩავწო უნდა წავიდე ტელევიზიაში ხშირად მიდიოდა რეკლამა თავგადაპარწული პატარა ბავშვის მეც მინდა სიცოცხლე აი იმ ბავშვს უნდა მიუძღვნაო და თუ მოგტები სცენაზე მადლობელიც ვიქნებიო და წავედით მივედით ოპერაში ბიჭებმა უთხრეს ზერელეთ იცეკო და ამ დროს ხო ექიმებიც ყველანი აქ იჯდნენ და გაუგდნენ რომ ეს საქმე და იცით როგორ იცეკვა განა ზერელეთ არაფერი არ შეეძლო და რომ გავიდო და მე იქიდან ხედავდი რომ გობს მოიწმენდა თავგანწირვა შეეძლო. აი ესეთი კეთილშობილი რო იყო, გული მტკიოდა რომ ბოლომდე ვერ ვიღიმებოდით ოჯახში, რადგან შვილი არ იყო. და მე ვიფიქრე, მოდი ამ ადამიანს ბოლომდე მივცემ საშუალებას გაღიმების თქო და ნუ რა მანამდე მიმართებ ბევრ საშუალებას, რომ მკურნალობას, ბიოლოგიურს, მე ჩემ მოძღვარს არ უთხარი, იმიტომ რომ ამიკრძალავდა და დავადექებ შენიერ დღეს და წამოვედი რომ სუროგაციის გზით გაჩენილიყო შვილი და მინდოდა მისი ჯიში არ გადაშენებულიყო. უფალს უთხარი გზაში რომ სულ ტაძრების ძირში ვცხოვრობ ჩვენ რაჭაში, უფალო მე ვიცი რომ ვცოდავ შენ წინააღმდეგ მივდივარ და თუ ვცოდავ და მაინც გეწინააღმდეგები, ხელი შემიშალე სადმე, ან ფეხი მომტეხე, ან ხელი მომტეხე, თუ არა და დამეხმარე. ეს ვთხოვე ელეთი წმინდა გიორგის და წამოვედი თბილისისკენ, მოვედი. ბატონმა დავითმა არ იცოდა. არა, მე ვურეკავ დავითს, დავით ასია. მითხრა კარგი, მართლა შედგა ეს ამბავი. მოსაშორის ამ სახში ვაცხოვრე ის ქალბატონი რომ მე მომევლო ჩვენი შვილისთვის და არაფერი არ მოკლებოდა, კარგი კვება რომ ჯანმრთელი დაბადებულიყო. და ეს ბოლო წელიწადი რაღაც თითქოს დავითი მიტოვებული ვიტყავდა. აქეთ ვიყავი ამას პატრონობდი, იქ ჩავიდ ბენდი მართალია, მაგრამ უვლიდი იქით აქით და 4 თვეზე როცა უკვე ეხოზე უთხრეს ბიჭი იურმალაში ქონდათ კონცერტი. და მე ვეუბნები დავით იცი ბიჭია. ნუ მე არ ვიცი იქ მისი ბხავილი ისეთი ყოფილა და ისე უცეკვია ყველა გაგიჟებული იყო. სულ ახალი ილეთებით უცეკვია, უძღვნიო ჩემ პატარა ბიჭუნასო გულში უთქვია. იძახოდნენ თურმე ასეთი ტაში არ ახსოვს იურმალას და დავითს რო იწევდნენ მეორე საცეკვაოზე შეარქვეს არიოლ ის კავკასი. ყოველთვის მიყვებოდა სადღაც დაარქმევდნენ, უხარო და ის იყო დიდი ბავშვი. უხაროდა რომ ეს მისი ქართველობა გაქონდა. მისი კეთილშობილებას მინდა ხაზი გაუსვა. ხელფასის აღების დროსაც კი წითლებოდა და ფულს არ ითვლიდა. ეხლა მითხეს ბიჭებმა გარდაცვალების შემდეგ, როცა ემიგრანტები მოდიოდნენ ამის კონცერტზე, დავითს ეუბნებოდნენ, ჩაიხუტებდნენ, გულში აკოცებდნენ და ერთი მოხუცი ქალი იყო. თუ მოგტები ამეღამ აღარ ვჩივებთ, რომ საქართველოს გამიცოცხლეო ჩემი მონატრებული საქართველო. ეს ადგებოდაო და ამ ემიგრანტებს ყველას ფულებს დაურიგებდა და რას მოგიტანდაო სახშიო. საერთოდ ეხლა ემიგრანტებმა მოითხოვეს მერე რომ გახსნან ბავშვის ანგარიში, რომ ჩვენ ბატონ დავითს გვინდა გადაუხადოთ ვალი. ეს პერიოდი ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, სუროგატი. ძალიან დიდ სიხარულს განიცდიდა. თურმე ხშირად საუბრობდა მე ხა მეუბნებიან, არ ვიციო ამ სიხარულს გაუძლებსო ჩემი გული. იცით დავითს არ შეიძლება ითქვას რომ ის იყო უშვილო. ხო. მან უამრავი ბავშვი გასახდა და თქვენ ვერ წარმოვიდგენთ მის გასვენებაში როგორ ტიროდნენ ბავშვები. როცა ბოლო დღე იყო
მე 30-ში არ უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ველოდებოდით ბავშვს. მითხრა რომ აი მეც ჩამოვალ, მალე უკვე შებულებას იღებდა და მე გავზდი ბავშვს, მე ვიქნები ძიძაო, მეუბნებოდა. 30-ში დილით მაინც წავედი. დიდხანს მარტო ვერ ვტოვებდი. მარტოობაც არ უყვარდა და ყვარდა ბუხარში ცეცხლი. დაწერა კიდეც მე შენახული მაქვს. თუ გიზგიზებს ბუხარია, დათუნიკას უხარია. და მეთქი ბუხარში ცეცხლს დავანთებთ, მიულოცავთ პირველი რომ დედმამა გავხდით ამ წელს დავხვდებით, მის დედასაც დავტოვებდით კარგად დაბინავებულს და წამოვიდოდით. სამწუხაროდ ეს 30 დეკემბერი ჩემთვის იყო ალბათ ბედნიერების ბოლო დღე ჩემი ცხოვრების. ჩავედი აქიდან რაჭაში, გზაში დამირეკა, რომ მივდიოდი არ მელოდა თუ მევთხარ მე უკვე რიკოძე ვარ. რა ჯიგარი ხარ რომ მოდიხარ და მარტო არ დამტოვე ამ ახალ წელს. ახლა სადა ხარ ვეუბნები, ახლა სურამში ვარ, ახლა უკვე ნიკორწმინდაში ვარ, უკვე ხოტებში ვარ. დახვედითაც ვერ დამხვდა, იმიტომ რომ მუსიკალურის მასწავლებლებს დავურეკეთ, ახლა უნდა გავეროთ რეპეტიცია და ძმაკაცი უნდა ისინი დახვდეთ სახში წაიყვანე, ამაზეც უნერვიულია. მე იყო ბოლოს რის ნახევარი, როცა დამირეკა, მე მალე მოვალ. დამელოდე. ხო მეთქი რა შენ ხო ყველაფერი სცენას და ხალხს უნდა გადააყოლო და მე არ გახსოვარ. ხასიათი როგორ გამიფუჭე მითხრა და ეს იყო მისი ბოლო საუბარი. უკვე 9 ნახევარზე დამირეკეს რომ დათო ცუდად არის. ეტყობა პირდაპირ ვერ მითხრეს და ხა ხიმშიდან ამრავლავში ფსიბნელი იყო, ყინული იყო, ყინვა იყო და მისი ჯოხით ხელში ფეხით წავედი. რეკავდი და არამის არს არ იღებდა და მან უკვე ძალიან დამძამფრა რომ რა ხდება ცუდად და სიკვდილზე არ მიფიქრია. მეთქი ან წემა მაუწიან რაღაცა შუა გზაში ხიდი კარი რო გადმოვიარე ტრასაზე დავდექი და მანქანა მოდიოდა იმიტომ რომ ერთმა ჩაერა არ გამიჩერა გადაუკეტე გზა რომ ხო არ გადამივლის მეთქი და რო გააჩერა მიყვერეს და ბიჭები იჯდნენ და ხა ხამია და რამე რო არის ფიქრად მე უთხარი დათუნიკა ვერ ყოფილა ცუდად მეთქი და ეგრევე შეცვენ დამაჯინე და თურმე ამათ გაუგიათ რომ დათუნიკა სცენაზე გარდაიცვალა და გიჟივით მოქროდნენ ონიდან მე მიმყანე სამამტყოფოში უკვე ბევრი ხალხი რო დავინახე, რო ვიკითხე აღარ არის დათო მეთქი და ვერც ერთმა ვერ შემომხედა, ვერც ერთმა ვერ გაიმეტა სიტყვა ეთქვათ რომ დათო აღარ არის. სცენაზე ცეკვის დროს გარდაიცვალა. არა, მან შექმნა ანსამბლი რაჭაში, რაეო ანსამბლი, ძალიან ფანტასტიკური ანსამბლი შექმნა და ეგ არის ბიჭები უნებოდნენ ჩვენ დაგჭრდილავს. აი ამ რაეოთი გავიდა და გასაოცრად ძალიან უყვარდა სიმღერა აბაულა. აი ამ სიმღერით მან იმღერა ეს აბაულა კადრებს ვერ უყურებ, ჯერ ვერ ვარ სათმაგისთვის რო უყურვამ მის კონცერტს ბოლოს და წარმოიდგინეთ წნევა აწეული აქვს, გრძნობს, მაგრამ არ უღალატა სცენას, არ უღალატა სიმღერას, ბოლომდე დაამთავრა, თავი დახარა და ვერ ასწე. აი ესეთი ადამიანი იყო. შეეძლო რომ შეეწყვეტა სიმღერა, ხო? იმიტომ ვიძახის დადიოდა დიდი ბერი სამოქალაქო ტანსაცმელში. ბედნიერი რომ ვემსახურე 20 წელიწადი უანგაროდ დავტოვე ჩემი ექიმობა. ჩემი სამსახური, იმიტომ რომ ყოველი დილა თენდებოდა დათოთი. ჩემი ცხოვრებით თქვენმას დაჭირდებოდა. ძალიან ჭირდებოდი. ამას ვგრძნობდი. სულ მე ვავსებ. ეს იყო ჩემი უდიდესი სამსახური. ამას დიდი სამსახური არ არსებობს. მე ვფიქრობ სიყვარული. რა თქმა უნდა, მე ვსახურებოდი სიყვარულს. თავიდან ბოლომდე დავითი იყო სიყვარული. და როცა ასეთი ადამიანის გვერდზე ცხოვრობ, ეს არის ბედნიერება. მე ვიძახოდი, მეგობრებო, მე ყველაზე მდიდარი ქალბატონი ვარ საქართველოში. მე ვცხოვრობ უდიდესი ქართველის გვერდზე. ეს იყო ჩემი სიმდიდრე. უკვე თამათ ვიძახი, რომ იმიტომ რომ ყველამ გაიგო რა კაცი იყო ეს კაცი და ვისთან მიცხოვრია მე. მე მინდა გამაცნოთ და მომიყვეთ შვილზე. და ის წუთები, როდესაც დაინახეთ თქვენი შვილი. 3 იანვარს დილიდან არ გავჩერებულ არ ვღავდი და რაღაც 5 თუ 10 წუთით სიჩუმე ჩამოვარდა ამ სახლში. სადაც დავითი იყო, დავით და ეს ჭირისუფანი. და უცებ აღმოხდა. დავით, ბიჭი ხო არ დაიბადა? და ზუსტად იმ წუთას დაირეკა, რომ უკვე საკისრო კეთა მიდიოდა გაგუას კლინიკაში. გასვენებაც რაღაც გვიანდებაო და წავიყვანოთ. მეთქი გთხოვთ, გააჩერეთ ცოტა ხანი. და უკვე აი ზღრუბთან, უკვე ეზოში დარეკეს, რომ ბიჭის ხმა იქ მოგვასმენინეს. საოცარი იყო იცი, მამა მიდიოდა, ის შემოდიოდა და მე უთხარი, ვეუბნები ხოლმე პატარა ბიჭუნას, რა იყო ასეთი, რა უთხარით ერთმანეს ვაცდით გზაში, შენ იქით, მე აქეთ, ვერ დაეტევოდით დედამიწაზე. აი აღქმა გქონდათ სიხარული. სიხარული ვერ აღიქ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე მისთვის. მე მინდოდა რომ მას გაეღიმა ბოლომდე. მე მინდოდა რომ მას ეგზნო ეს დიდი სიხარული და ეს არ იყო ეს ადამიანი და ამიტომ მე არ მივეცით ჩემ თავს უფლება რომ მე გამხარებოდა.
და ეს ბავშვი ისე უღიმღამოდ წამოვიყვანეთ. ეს პირველი 2 დღე აი თქვი რომ ლალი მეგობარშევნები დღეს კი მეცოდება უკვე ეს ამ პასპორტში არ მიიღებენ? მან არაფერი არ მითხრა. გამომართვა ეს ბავშვი, მოეფერა და მე ცოტა ხნის მერე საღამოს მითხრა, ასე ნუ იფიქრებ, მას ესმის და ცოდვა. რა თქმა უნდა, მის მერე მას არ მიფიქრე, უკვე ჩემი ამოსავალი წერტილი ის არის. იმიტომ რომ გავს ძალიან დავითს. შეგაყვარათ უკვე თავი, ხო? გავს. ყველაზე ჭკვიანად იქცევა. თითქოს გძნობს რომ მე მისთვის ბოლოდე. როგორ ეძახით? შვილი ხო, რა ხან ბიჭუნას უფრო. ბიჭუნა. ხო, მამამისმა დაარქვა თევდორე. სანამ დაიბადებოდა, რატო ბაბუამისი სახელი იყო და თევდორე და სულ ეძახოდა ოქროსთმიანო თევდორე, მალე მოდი, ოქროსთმიანო თევდორე, მალე მოდი. მე რას ვიცოდი მამამისი არ დახვდებოდა და უკვე მომიდა რომ დავითიც ხმეოდა და ამიტომ ორივე დავარქვი დავით თევდორე და ვართ ასე პატარა კაცია მოდი მე თავი როგორ დახარ ჯერ 40 დღესაც არა ვარ მე პატარა კაცია აი მე საული გავს დავით შეიძლება დავიჭირო ში პატარა დათუნიკას ხიტლაძე ხარ? დათუნიკა თეოდორე. დათუნიკა თეოდორე. ოქროსფერი თმები. ოქროსთმები დაიბადა, რა ვიცი, მამის მარტო ეწინასწარმეთ ყველა. ესე თქვა, ხო? ოქროსთმიანო თევდორე, მალე მოდი. პატარა კაცია. ვაიმე რა საოცრება. პატარა კაცია, კაი მამა არ დახვდა, რომ იცოდეთ. აი როგორ ფიქრობთ ახლა? როგორ იქნება თქვენი მეგობრობა? მე მგონი დამეგობრდებით უთუოდ. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ დიდი რაჭველი გახდეს. თბილისში თუ გავზარდე, მას რაჭას ვერ შევაყვარებ, იცით? რაჭაში მიყავთ. ხო, მინდა რომ რაჭაში შეშის ჩეხვა ნახოს, ვაზის წამლა ნახოს, რაჭულიზეც ნახოს, რაჭული ალიური ნახოს, ყინვა ნახოს, თოვლი ნახოს. სხვანაირად მე მაგას ვთქვი, რომ მამა არ ხვდება. რას მოველოდი რომ ეს კაცი ასე ადრე დამტოვებდა. ეხლა ბავშვით ხელში. იქ მოხუცი დედა დაცოსი 99 წლის ქალბატონი. დიახ. ამიტომ მინდა რომ რაჭასთან ვიყო, ახლოს ვიყო და დათო კულტურის ცენტრის დირექტორი იყო და ხო თავისუფალია და ვითხოვე რომ მე გავაგზელებ მეთქი ამ ადგილზე ვიცი მისი იდეები, ვიცი მისი პროექტები. მე მინდა ჩვენი ინტერვიუ დავამთავრო იმით, რის შესახებაც თქვენგან გავიგე, თუ მე ბატონ დავით სურდა რომ ჩვენი გადაცემით ჩვენ ჩავსულიყავით რაჭაში. მოდით ჩვენი შემდეგი შეხვედრა შედგეს რაჭაში. უყურებდა ყველა თქვენ გადაცემას და უხაროდა. პირველი თოვლი კახეთში, იქ იტალიაში, იქ თქვა, ერთი ეკახოფერია. რაჭისკენ როდის იზამს გზას. მაგრამ დარჩა ეს ასე დავითი აღარ არის და თქვენ რაჭაში იმედია გზას მალე გააკეთებთ. ნახავთ რაჭას, მე რაჭას უფლის რეზიდენციას ვეძახებ. მოვა უფალი დაისვენებს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა ამ სიყვარულის ამბისთვის, რომელიც თქვენ აი ესე არაჩვეულებრივად მოუყევით ჩემს და ჩვენს მაყურებელს. გაიღიმე. გაიღიმე გავიღიმე სტუმარს. რა იყო? საყვარელი ბიჭუნა. მარტოობაც უყვარს როგორც მამას უყვარდა. ძიმას და რუსას ისტორიას უნდა მოვყვეთ ახლა ჩემს გადაცემაში პირველად ეს წვილი არის ტელეეკრანებზე ფართო საზოგადოების წინ